უყურე გუშინ ლევან ნიკოლაიშვილის ამ განცხადებას. ეს ის ადამიანია, რომელიც თავის დროზე ზუსტად ისეთივე რუდუნებით და ისეთივე გულმოდგინებით ემსახურებოდა ნაციონალურ მოძრაობას, იყო კეზერაშვილის ხელისბიჭი და რა ქურდობაში და გაქურდვაში ჯარის მიიღო კეზერაშვილმა ზუსტად ანალოგიური თანამონაწილეობა აქვს ამ ადამიანსაც გაკეთებული. ეს პარტია, როგორც ჩანს, არის დაფუძნებული იმისთვის, რომ ეს რაღაცა დანოშიკების პარტია არის პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ადამიანებთან სხვა ენაზე ლაპარაკი. ეს ადამიანები იქნებიან მარადიულ სირცხულში, იმიტომ რომ მათი სახელები ისტორიულად შევა ამ ქვეყნის ისტორიაში, როგორც ჩამშვებების, წერლების, დანოშიკების და ასეთი ბინძური საქმეების გამკეთებლების და ეს ხალხი არის ინსტრუმენტი უბრალოდ. ეხლა ლევან ნიკოლაიშვილი არის ჩვეულებრივი უბრალოდ ვიღაცა ეხლა ივანიშვილი და კობახიძე ხო არ დაწერენ დანოსებს პროკურატურაში. ეს კაცი არის. მე ამ სიტყვებს იმიტომ ხმარობ, იმიტომ რომ ეს სიტყვები კარგად ესმის ქართულ ხალხს და ქართულმა ხალხმა უნდა იცოდეს ვინ არის ლევან ნიკოლაიშვილი. გარდა იმისა, რომ იყო ხელისბიჭი, თავის დროზე კეზერაშვილის და ნაცი და ყველაფერში მონაწილეობას იღებდა, ეხლა არის ჩვეულებრივი დანოშიკი და ლევან ნიკოლაიშვილმა უნდა იცოდეს მისი ადგილი ამ საზოგადოებაში და მისი მომავალი და მისმა ოჯახის წევრებმაც უნდა იცოდეს, რომ მათი ოჯახის წევრი არის დანოშიკი, ჩვეულებრივი ხელის დამსმენი, ყველანაირი სიბინძურის გამკეთებელი და ეს ადამიანები ვერ გაექცევიან პასუხისგებლობას, ვერც კობახიძე ვერ გაექცევა პასუხისგებლობას, ვერც ის პუჩისტები გაექცევიან პასუხისგებლობას. თავიდან ბოლომდე კობახიძეს მიყავს ეს თემა, ხო? კობახიძე არის თვითონ მეორე თაობის აგენტი, ხო, როგორც მას უწოდეს. და მეორე თაობის ინტერესის დამცველი. იმ სისტემების, რა სისტემებიც ამ ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენ სახელმწიფოში უკვე ათეული წლებია და რამოდენიმე ასეული წელი არსებობს, ხო? ეს რუსული ბინძური სისტემა, რომლის გამხორციელებლები ეს ქართველები არიან, აბა აგონია თქვენ. ყველაზე მეტად ამ ქვეყანას ისტორიულად ყველაზე მეტად მიაყენეს, რა თქმა უნდა, გარე მტრებმა, მაგრამ ძირითადი აქტორები ქართველები იყვნენ. ქართველი არის ეს დანოშიკი ნიკოლაიშვილი, ხო? ქართველი არის, ვიღაცა ხო არ არის. კობახიძეც, მამამისი პუჩისტი, ესენი მათი გაკეთებულია. მათი ხელით არის ეს ყველაფერი გაკეთებული, ხო? აი მართლა მეორე თაობის და პირველი თაობის და რა ვიცი, აი რაღაცა რომ მოდგავთ რა ეს აგენტობა და რაღაცა ლიუბიანკის ხელმომწერები და მათი დაკვეთით მომუშავე ადამიანები. ეს ხალხი არის, მათი სულისკვეთება არის. აბა როგორ შეიძლება ქართველმა ადამიანმა, ქართველ ადამიანს აი ესე უჩივლო, აი ესეთ სიბინძურეში მიიღო მონაწილეობა. ეს ხალხი ჩვეულებრივი ლიუბიანკის ხალხია. არც მალავენ თავიანთ აგენტობას. აგერ ბოლო-ბოლო პრემიერ-მინისტრად დანიშნა ადამიანი, რომლის მამა იყო პუჩისტი, თვითონაც ამ ქვეყანაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საქმეს აკეთებს. აი ჩვეულებრივად, აი თაობაში გადავიდა, ხო? ლევან, ნახეთ, გიორგ გახარიას წინააღმდეგ ეხლა ორი სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული, მინდის სასამართლოები, არავის არ აქვს მოლოდინი, რომ განაჩენი რაღაც გიორგ გახარიას სასიკეთოდ იქნება და იძულებულია დღეს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იყოს. აქეთ უყურებთ, რომ 8 პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ მიდის ასევე სასამართლო საქმეები და აქაც არავის არ აქვს მოლოდინი, რომ რაიმე სასიკეთო შეიძლება დასრულდეს მათთვის და სავარაუდოდ დიდი ალბათობით აგვისტოში იქნება კიდე დიდი დაპატიმრებების ახალი სერია. აი ამ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან ან ციხეში, ან იძულებული არიან, რომ ქვეყნის გარეთ იყოფებოდნენ. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ბრძოლის გაგრძელება, როდესაც პრაქტიკულად მანქანა არის ამუშავებული იმაზე, რომ ყველა ციხეში უნდა იყოს. ერთი ადამიანი რო დაეცემოდა ბრძოლაში, მეორე ადამიანი იღებდა, ხო, დროშას. არა, აქ საუბარია პოლიტიკურ ლიდერებზე. მესმის. ზუსტად გახარიას სულისკვეთებაც ეს არის და იმ ადამიანების, ბევრი ადამიანის ყოველ შემთხვევაში ხა მე ვისთანაც მაქვს ურთიერთობა იმ ადამიანის სულისკვეთებაც ის არის, რომ ეს არ არის სამყაროს დასასრული. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, პარტიები გააგრძელებენ ბრძოლას, ჩვენი დეპუტაცია გააგრძელებს პარლამენტში ბრძოლას, რომელიც ძალიან ეფექტურად გამოდის და კიდევ უფრო გაიზრდება ეს მასშტაბი. ხალხი გააგრძელებს ბრძოლას. ამ რეჟიმის და ამ ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ მე არ ვუყურებ ეს რაღაცა ყველაფერი დამთავრდა სამყარო ამ ამბებიდან გამომდინარე. სამყარო არ დამთავრდა, ეს ცხოვრება გრძელდება და ეს რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში დასასრული ექნება
როგორც ყველა ზღაპარში ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილი არის, იმიტომ რომ შეუძლებელი არის ამ ადამიანებმა, ამ დანოსჩიკებმა, ამ კოლექტიურმა ნიკოლეიშვილებმა, კობახიძეებმა, ამ მექთამე კორუმპირებულმა ხალხმა, ბიუჯეტის ქურდებმა, ივანიშვილებმა გაიმარჯვონ ეს გამორიცხული ამ ქვეყანაში. ამიტომ მე ძალიან პოზიტიურად უყურებ მომავალსაც. მესმის რომ ეს ამ როლში არიან ეს ადამიანები, მაგრამ აქ ეხა ყურები ჩამოვყაროთ, ფარხმალი დავყაროთ და დედა ეს რა გვეშველა და ეხა ვიღაცას უყუროთ თვალებში, მოდი და ეხა შენ გვიშველე, ეს ამბავი არ გამოვა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ თუნდაც იმ ხალხს, ვისაც ჩვენ თვლით რომ ქართული ოცნება პროპაგანდით რაღაცა გზაკვალს ურევს, ხო? თქვენ უნდა გესმოდეთ რომ 50%-ზე მეტი ქართული ოცნების ამომრჩეველი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარზე. სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს ეს ადამიანები. ამიტომ ჩვენ ამ ადამიანებს, მაშინ როდესაც რაღაცა იმებზე ურსულა ფონ დერ ლაიენზე, მაია ზახაროვაზე და რაღაცა deep state-ებზე და ამ სისულელებზე ელაპარაკება ქართული ოცნება, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ, რატო არიან ეს ადამიანები ღარიბები. უნდა ველაპარაკოთ, რომ მათ ძარცვავენ. და ამის აი აგერ გუშინ იყო თუ დღეს ეს ცხადი მაგალითი, აი ლევან გამრეკელი, რომელმაც 5 მილიონის ქონება მოპარა საქართველოს და ქართულ ხალხს, ქართულმა ოცნებამ გამოუშვა გირაოთი და ლოგიკა არის მხოლოდ ერთადერთი. ამ ადამიანმა უბრალოდ პარტიულ ბოსებთან მიიტანა ფულის ნაწილი და ეს ადამიანი განთავისუფლდა. ჩვენ ხალხს უნდა ველაპარაკოთ, როგორ ძარცვავენ, ვინ ძარცვავს, რანაირად ძარცვავს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ამ ქართული ოცნების კრიმინალზე, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ კოლ-ცენტრებზე, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ტენდერიდან მოპარულ ფულზე, ჯარის ქურდებზე, ჯარიდან მოპარულ ფულზე უნდა ვილაპარაკოთ, ინფრასტრუქტურის პროექტებიდან მოპარულ ფულზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ იმ ხალხს უნდა ველაპარაკოთ, ვისაც მაგალითად deep state-ზე ელაპარაკება კობახიძე, იმიტომ რომ სხვანაირად რაზე უნდა დაელაპარაკოს. რა უნდა უთხრას იმ ხალხს, რომელსაც შეპირდა დეკემბერში ფასების გაიაფებას და რამოდენიმე, რა ვიცი, რამდენი პროცენტით მოხდა, ხო, ინფლაცია და ფასების გაძვირება. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ, იმიტომ რომ არ დაელაპარაკება მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე თელაველებს, რომ ის მაგალითად უფრო მეტი ზარალი მიადგა თელავს ეხა და უფრო მეტად დაუჯდება სახელმწიფოს, ვიდრე მაგალითად რაღაცა პასუხისგებლობა აიღო თავის თავზე მთავრობას, რომელიც უშუალოდ მოვალეობა არის, ხო? გარემოს დაცვა ხო მთავრობაში შედის. რომ არის ზრუნა იმის გამო, რომ ეს რაღაცა დამართნოდა და კიდე გადარჩენილები ნებართოთ იყო აშენებული რაღაც შენობები. არა მარტო შენობები, არხები არ წმინდება, არხები როდის გაწმინდეს, ხო, ბოლოს ეს არხები. აი მაგალითად ეხა კარდენახში არის მღვრიე ხევი ესეთი. ეხა ყველა ვისაც ეხა წარმოიდგინეთ ანალოგიური რომ მოხდეს, რამხელა ზარალი ექნება მოსახლეობას, იქ არის გაშენებული თქვათ ვენახები, ღვინის ქარხნები. არაფერს არ აკეთებენ, იმიტომ რომ იგივე პრობლემა აქვს თბილისსაც, ლევან, ხო, ჩვენ ნახეთ პრობლემა არის, ეხლა წარმოიდგინეთ, კახა კალაძე ეს კორუმპირებული ადამიანი, ყველაზე, არ ვიცი, მაგდენი ფული შეიძლება ქართულ ოცნებაში მართლა რაღაც რეკორდსმენი არის კორუფციაში, ხო, ქართული ოცნების რიგებიდან. ესე იგი, ადამიანებს გაწვიმების ეშინიათ. და ჩვენ ნახეთ რომ ყოველი ახალი თქვა ასეთი რაღაცა კრიზისი კიდე უფრო მძიმე არის. ჩვენ ნახეთ ხო კადრები, პენსიონერები, ასაკოვანი ადამიანები, აი მუხლამდე წყლებში იდგნენ. ისეთ ადგილებში კი არა თქვა, სადაც ყოველთვის იყო ხოლმე, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, აღმაშენებელზე, ვაჟა-ფშაველაზე, ნუ დიდი ღომი კიდე ცალკე ამბავი არის, უბრალოდ რასაც ეს ადამიანები იტანენ ის უბნებია, სადაც რეაბილიტაცია ახალი ჩატარებული არის, ანუ გამოცვლილია იქ ყველაფერი. წერეთელზე ვერ გაიბლი რო გაწვიმდება. რამდენი ფული არის მოპარული? ალბათ იგივენაირად მოიპარავენ ახლა რუსთაველზეც, იგივენაირად მოიპარეს ჭავჭავაძეზე. ეს არის კორუფციაში ჩაფლული ქართული ოცნება და ჩვენ იმ ხალხს, ვისაც ქართული ოცნება პარავს ფულს, ჩვენ მათ უნდა ველაპარაკოთ. აი 50%-ს კიდე მეც უნდა ველაპარაკოთ. რატო არიან ღარიბები? იმიტომ რომ მათ ძარცვავენ, იმიტომ რომ მათ პარავენ, იმიტომ რომ არიან კორუმპირებულები, იმიტომ არიან გაღორებულები. ეხლა წარმოიდგინეთ ეს ლევან გამრეკელი რატო გამოუშვეს? აქ ხო აბსოლუტურად სახელმწიფოს ინტერესი დარღვეული არის. ესე იგი ამ ადამიანმა ეს ფული უნდა წაიღოს ქართული ოცნების ბოსების ჩინოვნიკებში, იქ რაღაცას თქვა საპროცესოთი რაღაცას გადაახდევინებენ და აორთქლდა შენი 5 მილიონი. აი ერთი ხელის მოსმით ამ ადამიანებმა ქართულ ხალხს მოპარეს 5 მილიონის ქონება. ეს ხო საქართველოს ქონება, ეს ქართული სახელმწიფოს ქონება არის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, ძალიან
ამ თვალსაზრისით ძალიან მოტივირებულები არ არის ეხა არც ყურები ჩამოყრის დრო არ არის არც ეს რა დაგვემართა გასაგებია მე ამ ხალხს ხო თავისი გზა აქვს არჩეული ჩვენ ხო ჩვენი გზა გვაქვს არჩეული გასაგებია რომ ჩვენ რისკის ქვეშ ვართ ყველანი რისკის ქვეშ ვართ მაგრამ ჩვენ წევთ ამ რისკს ჩვენ წევთ ამ რისკს ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ჩვენი შვილებისთვის ამ ქვეყნის უკეთესი ცხოვრებისთვის ეს ჩვენი რისკი არის ჩვენი პოლიტიკური ლიდერის რისკი არის ჩვენი მეგობრების რისკი არის ამიტომ აქ ეხლა ჩვენ ეხლა რაღაცა შავები ჩავიცვათ და თქვათ რომ დამთავრდა სამყარო და რა ეს ჩაუგდოთ ხელში დავუტოვოთ საძიძგნად საძოვრად დაუტოვოთ ივანიშვილის კორუმპირებულ ოჯახს კალაძეებს დაუტოვოთ ამ ნიკოლეიშვილებს დაუტოვოთ ამ ჩამშვებ ხალხს დაუტოვოთ არ გავაკეთებთ ამას ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ ჩვენ გავიმარჯვებთ იმიტომ რომ არ არის ეხა ნიჰილიზმის დროს ეხა არის იმედის მიცემის დრო ეხა არის ადამიანების გამოფხიზლების დრო ეხა არის ენერგიის დრო შრომის დრო რუტინის დრო არის არ არის ეს რაღაცა არ არის სამყაროს აღსასრული ჩვენ ვიბრძოლებთ და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიდეთ. ლეონ, თქვენი პარტიის კომენტარი მე დღეს მოვისმინე, მაგრამ მაინც მინდა რომ ჩაგეკითხოთ ამ თემაზე კიდევ სალომე ზურაბიშვილის მიმართვაზე, რომელიც გააკეთა ოპოზიციის მისამართით, რომ როგორც მეხუთე პრეზიდენტი ხედავს ამ ბრძოლის გზას, ეს არის ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება, რათა საზოგადოების ნდობის აღდგენა მოხდეს და ის მას მიაჩნია რომ ეს არის ბრძოლის მთავარი ხაზი, როდესაც თუ ოპოზიცია შეძლებს ამბიციების გვერდით გადადებას და გაერთიანებას. რატომ რაში არ ეთანხმებით სალომე ზურაბიშვილს და რატომ არის მიუღებელი თქვენთვის ასეთი გაერთიანება ოპოზიციური? მოდი ესე ვთქვათ, ის რომ თქვა სალომე ზურაბიშვილი გახდა არჩევნების მხარდამჭერი და ის არჩევნების იდეას მხარს უჭერს ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა მისი თქვა 4 ოქტომბრის შემდგომ და ნებისმიერ ის ადამიანი რომელიც გაიაზრებს რომ ის 4 ოქტომბერი იყო სიგიჟე აბსოლუტური რომელმაც მოიტანა ტკივილი მოდის სხვა ბევრი ოჯახისთვის ვიღაცა შეიძლება მანდატები დაკარგა მაგრამ ბევრი ოჯახისთვის ათეულობით ოჯახისთვის მოიტანა ტკივილი იმიტომ რომ მათი საყვარელი ადამიანები დღეს არიან ივანიშვილის ტყვეობაში ეს მნიშვნელოვანი პროგრესია იმ ადამიანისგან, რომელიც მაგალითად დაცინოდა ამ პროცესს და ამბობდა, რომ იცით რა არჩევნებზე არ მიხვიდეთ და მიდით 4 ოქტომბერს. არსებობს კიდე ბუნებრივი მოცემულობები, ეხლა თქვენ უნდა გესმოდეთ რა ჩვენთვის ეხლა არ გამოვა არავისთვის არ იქნება ისეთი პოლიტიკური გაერთიანება საინტერესო და პროდუქტიული, ეხლა მაგალითად, სადაც არაბუნებრივად მოხდება ამ პარტიების ერთმანეთთან დაალაგება, მაგრამ მე ამ პოლიტიკურ პროცესს იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა 28-ში და აუცილებლად დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ შედეგს მივაღწევთ, აქამდე ჩვენ მივალთ. ბუნებრივად დაალაგდება. ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რა იქნება სასწორზე? საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ რომ წარმოუდგენელია ესეთი ამბავი, სადაც ჩვენ და ნაციონალური მოძრაობა ვართ ერთად. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სიტყვაზე ნაციონალური მოძრაობა თქვათ არ უნდა გაერთიანდეს. გაერთიანდეს ეს ალიანსი. გაერთიანდეს ალიანსი. ძალიან მარტივი არის. ერთი წარსულის ხალხია, დანაშაულის ერთად აქვთ ჩადენილი, ფულიც ერთად აქვთ ნაშოვი. აი მე ვერ ხვდები მაგალითად, აი რატო არიან ისინი გაყოფილები? აი რაში არ ეთანხმებიან? გაერთიანდეს. ყავთ მათ ამომრჩეველი. ჩვენ ეს რეალობა უნდა ვაღიაროთ. ყავთ ამ ადამიანებს ამომრჩეველი და ამ ამომრჩეველს ჭირდება თავისი წარმომადგენლობები პარლამენტში. მაგრამ ლევან ნახეთ თუ პოლიტიკური პარტიები აიკრძალა თუ პოლიტიკური ლიდერები ციხეში აღმოჩნდნენ თუ პოლიტიკური ლიდერები გაქცეულები აღმოჩნდნენ თუ ეუთო ოდირი არ ჩამოვა საქართველოში და არ დააკვირდება არჩევნებს და ვერც ქართველი დამკვირვებლები არ დააკვირდებიან ასეთ არჩევნებში უნდა გავიდეთ თქმა უნდა ყველანაირ არჩევნებში უნდა გავიდეთ ეხა რამდენი არჩევნები იცით მაგრამ ეუთო ოდირმა სააკაშვილს მიტაცებული არჩევნები არ გაუპრავა ანუ ამ ქვეყანაში არჩევნები აქამდე არ გაყალბებოდა. არ დგას საქართველოს არჩევნები ვიღაცა ჩამოვა თუ არა ბულგარეთიდან ან იმიდან. საქართველოს არჩევნების ბედი დგას ქართულ ხალხზე. და რაც შეეხება, თქვათ, პარტიების აკრძალვას ახლა აი რო შეხედოთ ახლა მაგალითად, ხო? ქართულ ოცნებაში უფრო მეტი ნაცია დღეს, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობაში. მთელი ინფრასტრუქტურა ქართული ოცნების თავრობაში უმრავლესობაში პარლამენტში 30 დეპუტატზე მეტი მოსამართლეები გენერალური პროკურორი არ იყო ადეიშვილის შემსრულებელი შინაგან საქმეთა მინისტრი არ მუშაობდა მერაბიშვილის პოლიციაში
არ მუშაობდა, არ იღებდა იმ რეპრესიებში მონაწილეობას. ფინანსური პოლიციის უფროსი არ იღებდა მონაწილეობას 15 ივნისის დარბევაში აქტივისტები და ზურა აბაშიძე და თავისთავი ხوار გაილახა, ამ ხალხმა გალახეს. გუბერნატორები, სამმართველოს უფროსები პოლიციაში, მთელი ქართული ოცნება, ქალაქ ბათუმის მერის მამა არ იღებდა ქონებების წართმევაში, შავი ზღვის ბანკი რო წაიღეს იქ, რაღაცა აკურას ქარხნის თემებში, სხვადასხვა იმებში არ იღებდნენ ეს ადამიანები. ეს ბათუმის მერი არ მუშაობდა იმ კონდაზვერვაში, სადაც და იმ კუჩში, სადაც ადამიანებს უკანონოდ აპატიმრებდნენ. მერები, გამგებლები, დეპუტატები თენგიზ შარმანაშვილი ციდან არის ჩამოფრენილი ქართულ ოცნებაში, ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმის გამო დაინიშნა ელჩად სომხეთში, რომელიც თავწაკლული ფანატიკოსი იყო სააკაშვილის. და ვნახეთ ჩვენ არაერთი მტკიცებულება მასი, ხო, ამ ხელა ფოტოები ჩამოკიდებული. მოსამართლეები, ყველანი მთელი ქართული ოცნების ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ხელმძღვანელობა, ეს არის ყოფილი ნაცები პარლამენტში. არ არის ენუქიძე ყოფილი ნაცი, ვანო მერაბიშვილის კასიერი და ფული რომ მიქონდა თქვა ნავთობის და იმის თემებიდან. არ იყო ეს ადამიანი? არ იყო? არაფინანსებდა ვანო მერაბიშვილის პოლიციას, ქართული ოცნების და იმ ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელსაც წინა რეჟიმი ებრძოდა. ამიტომ სასაცილოა, ესეც სასაცილო არის, როდესაც შენ გრძალავ ვიღაცა, სადაც შენ იმაზე მეტი ყავს შენ. აი ეს ხალხი, ვინც დანაშაულებებში მონაწილეობდა. ამიტომ მიუხედავად ამისა, ჩვენ რა რეალობა გვაქვს ჩვენ? რა უნდა ვქნათ? უნდა დაუთმოთ ეს ქვეყანა უფრო მეტად ძარცვონ? ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ შეუძლებელი იყო ქართული ოცნების მხრიდან ნებისმიერ პირობებში თბილისის მოგება, რო არ ყოფილიყო ეს მავნებლური ბოიკოტი. შენ ხო გიყრია კენჭი? შენ ხო იცი არჩევნები 200.000 ხმით არ იგება თბილისი. 200.000 ხმით არ იგება თბილისი. თბილისი უნდა მოიგოს 300.000 ხმით. და ხარისა ოპოზიციის ამომრჩეველი იყო 2024 წელს 350.000-ზე მეტი. რა იყო ეს? რა მავნებლობა იყო? ან ვისი თამაში იყო? ამიტომ თუ ვიღაცა აპირებს ფარხმლის დაყრას, დაყაროს. ჩვენი პარტია არ აპირებს ამ ფარხმლის დაყრას. ჩვენ ვიბრძოლებთ იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ივანიშვილს არ მივცემთ აი ესეთი პროვოკაციების გაკეთების საშუალებას. ჩვენ გამოვიყენებთ ყველაფერს. ხალხთან ურთიერთობას, ტრიბუნებს გამოვიყენებთ. კიდე უფრო მეტად დამძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ კიდე უფრო მეტად დამძიმდება პარლამენტში, მაგრამ ერთი ნაბიჯით არ დაიხევთ უკან. არ დაიხევს ერთი ნაბიჯით გიგა ფარულავა, არც ვიკა ფილფანი არ დაიხევს, არც ტატა ხვედელიანი, არც ჩვენი ძვირფასი კოლეგები არ დაიხევენ უკან ერთი ნაბიჯით. იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით იმ ხალხისთვის, ვისაც ძარცვავს ქართული ოცნება, ვისაც ძარცვავს ივანიშვილი, ვისაც უსამართლოდ ექცევიან ეს ადამიანები, ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ეს არის დაკვეთა ჩვენი საზოგადოების, რომ მათთვის ვიბრძოლოთ და აი ამ რაღაცა წინაღობებმა ხელი არ უნდა აგვაღებიოს ჩვენ. მადლობა, მე წარმატება